გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოთ მიმოსვლისა და აბრეშუმის გზის გახსნის საკითხები. სცენარისტი და დრამატურგი ოთარ პერტახია. ლალი ჭილაიას პორტრეტი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. გასულ კვირას გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდამჭერი პროგრამები. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სადღაც 800.000 ლარით კლებულობს ვიდრე მიმდინარე წელს, მაგრამ იმ მიმართულებებით, საკვანძო მიმართულებებით, რასაც მთავრობა თვლის პრიორიტეტულ მიმართულებას, იმ ნაწილში თანხები არ არის შემცირებული. პირიქით, მაგალითზე ვამბობ, ჯანდაცვის პროგრამებში არის მომატებული თანხები. მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შესახებ. პროექტის მიხედვით სამინისტროს ფუნქციებს დაემატა ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ ბენეფიციერთა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა. როგორც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, პროექტის მიღება განაპირობა ბოლო პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტების მიერ საქართველოს ჯანდაცვითი პროგრამებით სარგებლობის მაჩვენებელთა ზრდამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ მხარეთა მონაწილეობით დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები იმ პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მხარეების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების პროექტების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვეტერანთა ტურნირების ჩატარებას, აგრეთვე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას ვეტერანთა სამართლებრივი უფლებების განსამტკიცებლად. მხარეთა შეთანხმებით საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მემორანდუმით გათვალისწინებული პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას. ვეტერანთა სამსახურს დაწყებული აქვს ძალიან სერიოზული რამოდენიმე პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივიდან მთავრობის მხარდაჭერით და დღეს უკვე მარტონი არ ვიქნებით. ჩვენმა ვეტერანებმა ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იგნეს მთავრობისაგან. რასაც აკეთებს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური ბატონ ჩიხიაშვილის ხელმძღვანელობით იმდენად ვთქვათ მრავალფეროვანია, მოცულობითია, რომ ჩვენ გინდა მათთან ერთად კოორდინაციაში მოვიყვანოთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა. შესაძლებლობები გავაერთიანოთ და უფრო მეტი მიზნობრივი, მეტი ეფექტური გავხადოთ ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს ვეტერანთა საკეთილდღეობით. თბილისის ზღვაზე ეგრეთ წოდებულ ოლიმპიურ სოფელში და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა. 16 დეკემბერს პროფესიული კავშირების შენობაში 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. 3 ოთახიანი და 4 ოთახიანი ბინების კენჭისყრა კი 17-18 დეკემბერს გაიმართა. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კენჭისყრის დროს გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. დევნილები, რომლებსაც შეხვდათ ბინა, მოდიან კონვერტები დევს კენჭისყრით თვითონ იღებენ
სად შეხვდება თბინა, რომელი სართული, რომელი корпуსი თქვა დიდი ღომში იქნება, აწოდნე დადიანზე იქნება ისანთან, იქნება ვარკეთილში, თბილისის ზღვაზე, ამას უკვე იღბალი და მათი თვითონ წყვეტენ. ძალიან ბევრი იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ერთ სხვაგან უნდა და მეორეს პირიქით აქეთ უნდა და თვითონ გადაცვალეს ერთმანეთში. იყო შემთხვევები, როცა გადაცვალეს სართულები, იყვნენ უკმაყოფილოები, რომლებსაც ან სართული არ მოსწონს, ან ის ადგილი, სადაც შეხვდათ, მაგრამ ამას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. თავარია რომ 561 ადამიანმა მიიღო გარემონტებული ბინა თბილისში ოჯახის სულადობის მიხედვით ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი. თვითონ განაწილება მოხდა უფრო ადრე, განაწილების კრიტერიუმებიც იყო ასევე ძალიან გამჭვირვალე. თბილისში დაუხურეთ 6 ნგრევადი ობიექტი და ამ 6-დან 2 იყო ყველაზე დიდი და ყველაზე ავარიული. ეს არის სასტუმრო კოლხეთი და ეს არის სასტუმრო აეროპორტის სასტუმრო. გარდა ამისა მიიღეს ყველაზე მაღალქულიანმა ადამიანებმა, რომლებიც სოციალურად ყველაზე გაჭირვებულები არიან, ან რომლებიც მათ თქვა ომში დაკარგეს ოჯახის ერთი ან უფრო მეტი წევრი და მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებზეც არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება ან სახელმწიფოს ადმინისტრაციული დაპირება. ჩვენ 22 წელიწადი ვიმყოფებოდით აეროპორტის სასტუმროს ნგრევად ობიექტში და ვცხოვრობდით გაუსაძლის პირობებში. მიჩნეული იყო ჩვენი საცხოვრებელი არაადამიანური საცხოვრებელ პირობებად და დღეს მე ვარკეთილში, ეს ეგრეთ წოდებულ ოლიმპიურ სოფელში დედაჩემთან ერთად მივიღე ერთოთახიანი ბინა, რისთვისაც ჩვენს მთავრობას და ჩვენ სამინისტროს, დევნილთა სამინისტროს უხდი უდიდეს მადლობას. აომარი კაცი ვარ, ინვალიდი. პირობები მქონდა კატასტროფიული საცხოვრებელი 20 წლის განმავლობაში, მოკლედ ვერა თაგვისოროში ვცხოვრობდით პრაქტიკულად. საერთო საცხოვრებელი დაანგრეული რაღაც სასწაული ავარიული და ძლივს გამოაღწიეთ, აგერდა ამხელა პატივიდან მდეს ოროთახიანი ბინა მივიღეთ. რა ვიცი, აყოფილება კი არა, რაღა უნდა ვთქვა. ამაზე მეტი მადლი მე არ ვიცი რა უნდა იყოს. ხელისუფლების კეთილი სურვილითა და დევნილთა სამინისტროს თანადგომით მივიღე ოროთახიანი ბინა. კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს დევნილებზე, ისთვისაც მადლობა ხელისუფლებას. ყველა საეცოცხლო აუცილებელი პირობებია, მე ავადმყოფი გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობების პირი და შესაბამისად ჩემთვის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელთაც სახელმწიფომ დამაფასა და პატივი. როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, ბინების განაწილების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და 2016 წელს ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება. ეს პროცესი გაგრძელდება უკვე მომავალი წლის დასაწყისიდანვე. თებერვლის ბოლოს წესით უნდა ჩაგვბარდეს ახალი 150 ბინიანი корпуსი და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ეს პროცესი, ანუ მთლიანად მომავალ წელს 600 ახალი ბინა განაწილდება დევნილებზე თბილისში და ეს პროცესიც იქნება ზუსტად ესეთივე გამჭვირვალე და ესეთივე ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი. იმედი გვაქვს, რომ გაიცად დავხურავთ ყველა ნგრევად ობიექტს თბილისში, იმ ნგრევად ობიექტებს, რომლებიც დღეისათვის არის ცნობილი ნგრევადად. ერთ კვირაზე მეტია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქციებს მართავენ და 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მის ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ. ჩემს გვერდით დგას 15 ამომრჩეველი, რომელიც იძახის, რომ მე მომწახმა, გუშინ კიდეც ეს ხომ გამიცახდა, რომ 6 ხმა აიყეთო. ეს არის პირდაპირ მე ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის წევრები წინა თვითმმართველობაში ვინც იყავით მათემატიკის ფაკულტეტზე, ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოხვდა. ეს იყო გამიზნულად გაკეთებული წინასწარ შეთანხმებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 10 დეკემბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები გაყალბებულია. ჩვენ გვაქვს ამის დამატკიცებელი საბუთები. კერძოდ ყავს იმ კანდიდატების ამონჩევლები, რომელმაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, წინასწარ გეგმებოდა ამის გაყალბება. ასევე მინდა თქვა, რომ შარშან ჩატარდა აქ დეკანის არჩევნები. მათემატიკოსებმა, ჩვენ ფაკულტეტმა, ჩვენ განსხვავებული აზრი დავაფიქსირეთ მაშინ. ვფიქრობ, რომ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. რატომღაც იმ სტუდენტებს, რომელთაც იყვნენ დელეგატები და განსხვავებული აზრი გააჩნდათ, დღეს აღარ არიან თვითმმართველობაში. ჩვენი მიზანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ხელახლა. რადგანაც მე მაგალითად ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი, ოფიციალურად მითხრეს, რომ მივიღე 4 ხმა, მაგრამ ჩემი ამორჩეველი მიდგას გვერდით 8 ბავშვი, რომელიც მეუბნება, რომ შენ მოგეცი ხმაო. ამიტომ ისინი ღიად აფიქსირებენ თავის ხმებს. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია კი განმარტავს, რომ არჩევნები ფარული კენჭისყრით უკვე ჩატარდა და შედეგების გაუქმებას არ აპირებენ.
მინდა მოგახსენოთ, რომ არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად და გამჭვირვალედ, ჩატარდა ფარული კენჭისყრით და გაყალბებას ადგილი არ ქონია. ცენტრალური საარჩევნო კომისია აბსოლუტურად მიუკერძოებელია. შესაბამისად, კანონიერების ფარგლებში მოხდა თითოეული პროცედურის განხორციელება. აღნიშნული შედეგები უკვე მიღებულია, შევიდა კანონიერ ძალაში და ხელახალი არჩევნები არ იგეგმება. ამ აქციის ფონზე სტუდენტთა მეორე ნაწილმა კონტრაქცია გამართა, რომლის მონაწილეებმა სტუდენტებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, უნივერსიტეტის გარკვეული ძალების მიერ მართული უწოდეს. კონტრაქციის მონაწილეები პროფესორ ნუგზარ კერასელიძეს აუდიტორიაში შეეჭრნენ და ლექცია ჩაუშალეს. სოხუმის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტში ადგილი ჰქონდა საგანმანათლებლო სივრცისთვის ყოვლად შეუფერებელ ქმედებებს. მინისტრი სტუდენტებს, ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებს პატივისცემ უნივერსიტეტს, რათა საგანმანათლებლო პროცესების შესაფერის გარემოში წარიმართოს. თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროცესების ზედამხედველია და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს. აქციის მონაწილეებმა, კერძოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს წერილი გაუგზავნეს. წერილში სტუდენტები თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და თამარ სანიკიძეს მათ ფაკულტეტზე არჩევნების ხელახალი ჩატარების თხოვნით მიმართავენ. ამ საკითხის მოგვარებაში დახმარება საზოგადოებაში კიდევ მეტ ნდობას გააჩენს იმ ნაბიჯების მიმართ, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს სამართლიანობის აღსადგენად. ნათქვამია სტუდენტების წერილში, რომელსაც 40-მდე სტუდენტი აწერს ხელს. თვითმმართველობის არჩევნებში მეწვევლობდი მონაწილეობას, გავიმარჯვე, თუმცა მიმაჩნია, რომ არჩევნები არ ჩატარდა ობიექტურად და მხარს უჭერ, აგერ უკვე მე-7 დღეა ჩვენ აქ აქციაზე ვართ შეკრებილები. ჯერჯერობით არავინ არ გამოგვმაურებია, არც რექტორი, არც კანცლერი, არც CSKO-ს წევრები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ქალბატონ თამარ სანიკიძეს წერილით. აქ ხელმოწერები გვაქვს 40 ადამიანის, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ ხმა მიცეს სხვადასხვა კანდიდატებს ჩამოთვლილი იქცა, რომლებიც ის კანდიდატების ხმები არ ემთხვევა იმ CSKO-ს მიერ დათვლილ ოქმებს. ამიტომაც ჩვენ რეალური ეჭვი გვაქვს, რომ ვიფიქროთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოხდა არჩევნების გაყალბება. მინისტრს ვთხოვთ, რომ ჯერ პირველი დაინტერესდეს, გამოირკვევს თუ რატომ ცდება ლექციები. ლექციები ცდება პირველ კურსზე, ლექციები ცდება მეორე კურსის ნაწილი ბავშვები ჩვენთან არიან, მესამე კურსის, მეოთხე კურსის და აი ამ პრობლემას მიხედოს, გამოიკვლიოს და თავიდან მოხდეს აი ამ არჩევნების ჩატარება და აი ეს პრობლემა აღმოიფხვრას უნივერსიტეტში. გასულ კვირას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ბორის კვარაცხელიას დაბადებიდან 80 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროფესორი ბორის კვარაცხელია აფხაზეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის 10 წლებია ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 50 წლიანი საუნივერსიტეტო კარიერის მანძილზე მან განვლო რთული, მაგრამ მეტად საინტერესო გზა კათედრის ლაბორანტობიდან პროფესორობამდე, აღინიშნა შეხვედრაზე. პროფესორი ბორის კვარაცხელია არის ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. პროფესორი ბორის კვარაცხელია ცნობილი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა დევნილობაში. მან არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონოგრაფია მოქცა, რომელთაც დღეს სტუდენტები სწავლობენ. გარდა ამისა, მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბატონი ბორისი არის უმაღლესი სკოლის 8-მოცილი მეცნიერი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული უმაღლესი სკოლის განვითარების საქმეში. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის იყო პრორექტორი და უძღვებოდა, კარგად უძღვებოდა ამ დიდ საქმეს. მე მინდა ბოლოს აღნიშნო, რომ ბორის კვარაცხელია არის ის ადამიანი, რომელიც ღირსეული წვლილი შეიტანა ქართულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ბორის კვარაცხელიას ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევა ნიკო ჯანაშიაზე, რომელშიც პირველად ისტორიოგრაფიაში სრულად აისახა გამოჩენილი მოღვაწისა და აფხაზცოდნე ეთნოგრაფის ნიკო ჯანაშიას მრავალფეროვანი მოღვაწეობა. ამ ნაშრომისთვის პროფესორ ბორის კვარაცხელიას დამსახურებულად მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია. მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ დღეს ეს იუბილე სოხუმში აღვინიშნა. ძირითელი აფხაზეთელი ვარ, ბატონო, სადაც დაგვრჩა ჩვენი წინაპრების საფლავები. მე ბედნიერი ვარ, რომ ვახსოვარ ჩემს მეგობრებს
და ასე აფასებენ ჩემს მოგზალებულ წვლილს აი ამ უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც გახლავთ ჩემი ალმა მატერი. 52 წელი აქ მუშაობ. ჩვენ სამშობლოში საკუთარ სამშობლოს ვეძებთ დღეს. დაკარგული საფლავების, ასე ვთქვათ, ქართველები ვართ, ძირითელი აფხაზეთელები. ალბათ დევნილის ამ სტიგმას მოვიცილებთ, მოიშორებთ, რომელიც ჩვენი ცხოვრების თამდევი ნაწილი გახდა. კვირის თემა საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მიმართვა ბრიუსელისადმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე უვიზო მიმოსვლის ნებართვის გაცემას ეხება. ასევე 13 დეკემბერს ჩინეთიდან სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითაც საქართველოში აბრეშუმის გზა გაიხსნა. გასულ კვირას ორდღიანი კამათის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მიმართვა ბრიუსელისადმი, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებზე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა გასცეს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უვიზო მიმოსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვისაც სასიკეთო იქნება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას. ამასთანავე ცხადყოფს ევროკავშირის თან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებს და ევროპული არჩევანის უდავო სარგებელს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიმართვაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება აფხაზეთში სერიოზულ გავლენას მოახდენს. იციან რომ ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა აფხაზებს მათთან ერთად მიიღონ მონაწილეობა იმ სიკეთეების ათვისებაში, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. და იციან იმის შესახებ, რომ უფრო კარგი ხარისხიანი ჯანმრთელობის განათლების მიღება არის შესაძლებელი და ისიც მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ ელიტაში ეს თემა ჩახშობილია, რამე თუ არა მარტო აფხაზეთის ევროკავშირთან ურთიერთობის წინააღმდეგარი რუსეთი, არამედ თვით საქართველოსთანაც ეს ამ პრობლემას ხედავს, რომ და ახშობს, რომ საქართველოს არ გააგრძელოს ეს ურთიერთობა. აფხაზები კარგად აცვიცნებიერებენ, რომ მათი შვილების, მათი მომავლის სიკეთე არის ევროკავშირი, მასთან დაკავშირებული საკითხი ვიზის ლიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს აფხაზურ ელიტაზე და რა თქმა უნდა მთელს მოსახლეობაზე. გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ საქართველოში ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა და ამით აბრეშუმის გზა გაიხსნა. მატარებელი ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღეს ისტორიული უწოდა. აბრეშუმის გზის ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. და ჩვენ დღეს ვიწყებთ რეალური წვრილი შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მე მინდა აღვნიშნო ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩინეთთან განსაკუთრებით დავაახლოვეთ და გავაღრმავეთ ურთიერთობები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით. რასაც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, საშუალოდ 40 დღე.
ხოლო აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მე მიხარია, რომ სიმბოლურად ჩვენს მატარებელს ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აბრეშუმის გზა ეს არის იაფი და ყველაზე მოკლე გზა. 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, რომ გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. საქართველოში ახალი სატრანზიტო რეისის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კი აფხაზურმა სააგენტო სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩინეთის სარკინიგზო მიმოსვლის კორპორაცია China Railway-მ და რუსულმა კომპანიამ რეგიონალური პროექტები ხელი მოაწერეს მემორანდუმს. შეთანხმების თანახმად 2016 წელს მხარეები გეგმავენ სარკინიგზო და საავტომობილო ტრასების მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას აფხაზეთთან დააკავშირებს. როგორც აფხაზური სააგენტო იუწყება, ჩინური სახელმწიფო კომპანია ამ ამბიციური პროექტის განხორციელებაში 3 მილიარდი დოლარი ჩადებას აპირებს. თავის მხრივ აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ტრანსკავკასიური გზა მეტ შესაძლებლობებს მისცემს აფხაზურ მხარეს და დაეხმარება მოსახლეობის დასაქმების პრობლემების მოგვარებაში. ამის შესახებ იგივე სააგენტოსთან ინტერვიუში საუბრობს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, რომლის განცხადებით ამ სატრანსპორტო გზას მაშინ აქვს აზრი, როცა ის მიბმული იქნება პორტზე. ეს პორტი კი ოჩამჩირეში უნდა აშენდეს, განმარტავს ვიტალი გაბნია. ასე რომ აფხაზური მხარე ახალ სატრანსპორტო პროექტზე ოცნებობს და აქედანვე ამყარებს იმედებს, რასაც საქართველოსგან თავის დაღწევის საშუალებად მიიჩნევს. ქართული მხარე ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმების ფაქტს არარეალურს უწოდებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის თაობაზე გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვაქვს ეს დადასტურებული ეს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით რაც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან ურთიერთობა, ყოველთვის ეს ურთიერთობა ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობა ამ რაკურსში გაგრძელდება. ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული და აფხაზური მხარეები მსგავს ინფორმაციებს დროდადრო შეგნებულად ავრცელებენ და ქართული პოლიტიკის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან. რუსეთის ფინანსებზეა მთლიანად აფხაზეთის ფინანსები დამოკიდებული. აფხაზეთის ფაქტობრივად თავის ფინანსები არ გააჩნია. ხოლო რუსეთის ფინანსები დღეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და გააძლევთ გარანტიას, რომ მომავალი 3 წელი არაფერს არ ეცლებათ რუსებს დააფინანსებენ. მით უმეტეს არც ჩინელები აპირებენ კავკასიაში გვირაბის გათხრას. თქვენ იცით ადგილმდებარეობა როგორი არის ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის, საკმაოდ მაღალი მთები და აზრი არ აქვს ამ უაზრო გზაში ფულის ჩაფაზე. იქ არავინ ფულს არ ჩადებს. მორიგი პროპაგანდა, რომელსაც მუდმივად დროდადრო სხვადასხვა კუთხით აღვევს აფხაზური და რუსული მხარე. როგორც კი გამოჩნდება რამე უპირატესობა, თქვათ, უვიზო რეჟიმი ევროპაში საქართველოს მხრიდან იმ წუთში რაღაცას დადებენ თავის ზღაპარს, რაც დიდ ზღაპარს თავის მხრივ რუსები და აფხაზები. ჩინური მხარე არავითარ შემთხვევაში არ დაიჭერს სეპარატისტებთან კავშირს, იმიტომ რომ მას თავის ქვეყანაში პრობლემა აქვს სეპარატისტებთან დაკავშირებით. ძალიან მტკივნეული თემაა მისთვის სეპარატიზმთან თანამშრომლობა. არავითარ შემთხვევაში ჩინური მხარე ამას არ გააკეთებს. მილიარდობით დოლარი რისთვის? რა გზა არის ეს? რა ტვირთი გადადის? არანაირი. ვერცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ დამისახელებს ვერავინ. ჩინელები ეს დოკუმენტს ხოს არ აწერენ. თქვენ პროპაგანდას რა საქართველოს კი აქვს უპირატესობა უვიზო რეჟიმის გამო, მაგრამ თქვენ არ შეგშურდეთ ჩემო ხალხო, საერთოდ ჩვენ გვექნება აი ოჩამჯერში ავაშენებთ ანტვერპენს. წარმოგიდგენთ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის ლალი ჭილაიას პორტრეტს.
საოპერო მომღერალი გახლავართ. საოპერო მომღერალი, რომელმაც ფეხი ავიდგი სოხუმის სარაყიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. აი იმ შორეულ წლებში, ბედნიერ წლებში, როდესაც მხოლოდ ხელოვნებისთვის ცხოვრობდით. კარგი პედაგოგები მყავდა, ძალიან კარგი. ჩემი პირველი პედაგოგი იყო აფხაზი ქალბატონი, თამარა ყოლბაია. დაოჯახებული გახდით, აფხაზური ოჯახი მქონდა, აფხაზი მყავდა მეუღლე. და ალბათ კონსერვატორიაზე ოცნება, რომ კიდე სადღაც წახვალ, დატოვებ ოჯახს, ისწავლი, ცოტა არარეალური იყო იმ პერიოდისთვის, ჩემთვის და ალბათ ჩემი ოჯახისთვისაც. მაგრამ ბედმა ასე ინება, დავამთავრე ტექნიკუმი წარმატებით, წითელ დიპლომზე. და მომცეს სწავლის გაგრძელების უფლება. ჩამოვედი თბილისში და ასე მოხდა, რომ გზის ფული დამაფინანსა, რომ ჩემი სპონსორი გახდა დედაჩემის ბიძა ბატონი კირილე ჯიქია. ეს გახლავთ 86 წელი. და ეს იყო უზარმაზარი დახმარება, ის 100 მანეთი. და დღემდე მეც ვცდილობ აბსოლუტურად ყველა სწავლის მოსურნეს ჩემი პატარა ბიუჯეტიდან, რომელიც ჩემი პატარა კარიერის შესაბამისი ბიუჯეტია, ვცდილობ დავეხმარო სტუდენტებს. მეტნაკლებად ზოგს ვასესხო, ზოგს ვაჩუქო, ზოგს გავუნაწილო. შემდგომი ნაბიჯი უკვე კონსერვატორიის წლები. საკმაოდ წარუმატებელი, მეოთხე კურსზე ხმა დავკარგე და მოულოდნელად აქ გამოვცვალე პედაგოგი და აღვიდგინე ხმა. ეს ალბათ ყველასათვის გასაკვირი მომენტი იყო. ხმის აღდგენა, დავამთავრე კონსერვატორია, ერთადერთი 4-იანი მქონდა სიმღერაში. დანარჩენი ვიყავი წარმატებული სტუდენტი, ვიყავი სტუდენტური პროფკავშირების თავმჯდომარე, ძალიან ახალი შემართებებით, მოდიოდა პერესტროიკა ეგრეთ წოდებული და მეც ვიბრძოდი იმისთვის, რომ რუსულენოვანი სახელმძღვანელოები შეგვენაცვლებინა ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით. სტუდენტებისთვის გადვილებინა სწავლა, იყო დახმარებები, იყო ექსკურსიები და საკმაოდ სრულფასოვანი ახალგაზრდული სტუდენტური ცხოვრებაც ვიცხოვრე. დავამთავრე კონსერვატორია, მართალი გითხრათ, ვოკალის გაგრძელებას არ ვაპირებდი. მივდიოდი ფილოსოფიის ინსტიტუტში. მარქსიზმ-ლენინური ფილოსოფიის ინსტიტუტი აბსოლუტურად დაიშალა და მოვხვდი ისევ ჩემს სოხუმში. ჩემ აფხაზმა მეგობრებმა გამიწიეს დიდი რეკომენდაცია და მოვხვდი აფხაზეთის კაპელაში, ბატონი ნოდარ ჭამბას ხელმძღვანელობით. ძალიან კარგი კოლექტივი, ძალიან თბილად მიმიღეს. ეს იყო 91 წელი. ჩვენი ოცნება იყო გაგვეკეთებინა სოხუმში საოპერო სტუდია. უკვე საკმაოდ ვიყავით 5-6 მომღერალი, დაბრუნებული ეს აფხაზები, ქართველები. ეს იყო 13 აგვისტო. საოცარი დამთხოვა იყო, რომ 14 აგვისტოს დილით ომი დაიწყო. სანამ დავიშლებოდით, ბრეხალოვკას ვეძახოდით, ვიფიქრეთ, რომ დავლიოთ ყავა და მივდივართ. მე ქართველი, ლალი ჯილაია, გურამ გვიწინია, აფხაზი და ელია ჯიკირბა. ჩამოვდივართ და როგორც მოვახლოვდით კინოთეატრ კომსომოლეთს, რაღაც პოლიცია არეულია. გურამი ხო ნაცნო პოლიციას ხედავ და ვიკითხავ რა ხდებაო. შევიდა გურამი, ჩვენ დაველოდეთ გარეთ, გამოვიდა გაფითრებული. არა და რაღაც გრუხუნის ხმა ისმოდა, მაგრამ ისეთი სიცხე იყო, აგვისტო იყო. ვიფიქრეთ, რომ ჭექა ხუხილია ალბათ და ალბათ იწვიმებს. გოგონება უნდა დავიშალოთო, ომი დაიწყო. და ცივიწყალი გადაგვისხა ყველას. დღესაც მაგ საშუალება ჩავიდე, მე მყავს იქ მეგობრები, მეხვეწებიან ჩამოდი, ყველაფერი კარგად იქნება, დაგხვდებით, ოცნებას აგისრულებთ, ბრეხალოვკაზე ყავა დავლიო. ძალიან დიდი ოცნება მაქვს, მაშინ ვერ მივედით და ვერ დავლიეთ. ძალიან აუხდენელი ოცნება ალბათ მე ელამ და გურამ გვიწინიამ, რომ ყავა დავლიოთ, ის ყავა რომელიც ვერ დავლიეთ. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მოხდეს და შევისწავლოთ ეს ოცნება, ყველაფერი ბედის გზაა. წავედი სტუმრად მაიკოპში, რუსეთში. და იქ კამერულ თეატრში ამიყვანეს. კარგი კონცერტები გქონდა, სოფლებში გასვლითი და კარგი პედაგოგი შემხვდა. ნიკოლაი ეფიმიჩ პანური. დღემდე მახსოვს ეს ბატონი, მას ბევრი, ესე იგი იმ ჩემს აღდგენილ სკოლას მან დაუმატა შესანიშნავი ტექნიკა, რომელმაც წელში გამმართა და თავდაჯერება მომცა როგორც მომღერალს. ასე თავდაჯერებულმა დავბრუნდი საქართველოში და ვთქვი, რომ ეს სწავლა უნდა გავაგრძელო. ჩავაბარე ასპირანტურაში, გავხდი ბატონი დარადულაძის სტუდენტი და პარალელურად მეცადინებდი ჩემს პედაგოგთან, რომელთანაც ხმა აღვიდგინე ბატონ გოჩა ბეჟოაშვილთან. ფაქტიურად მთელი ჩემი კარიერა უნდა უმადლოდე ამ ბატონს.
ხმის დაკარგვის შემდეგ ეს ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც გაბედა, ხელი მოკიდა ვალიჭილაიას და ფეხი ამადგმევინა. აი ამ ყველაფრის მერე ხედავ, რომ მაინც საქართველოში არ არის ჩემი ადგილი, გუნდში დაბრუნება მე არ მინდოდა, მომავალსაც ვერ ხედავდი, ამიტომ გადავწყვეტე წასვლა. ჩავაბარე მადრიდის სიმღერის უმაღლეს სკოლაში და ორ სასწავლებელში კონტრაქტი დამიდეს. წამოვიდა კონცერტები, დიდი რაოდენობით. ფაქტურად მთელი ესპანეთი მოვიარე. ვიმღერე დიდო ენეას, პორსელის ოპერა 12 სპექტაკლი, ახალგაზრდა ჯგუფთან, რომელმაც აი ძალიან კარგი სცენური გამოცდილება მომცეს და იქაური სცენური ტრადიციები. შემდგომი ოპერა იყო La Dolores, ტომას ბრეტონის ძალიან ურთულესი ოპერა. მაგრამ ბატონი ალეკო ხომერიკის გაწოქნილი რო ვიყავი აქ და აი ჩვენი ქართული სკოლა რომ მომზევდა, გაუმკლავდი ძალიან კარგად. უკვე ენასაც კარგად ვფლობდი, ასე რომ ახალი არ იყო ჩემთვის ესპანურ ენაზე სიმღერა. თუ მაქვს საშუალება, აუცილებლად ვrtal ქართულ ნაწარმოებებს. მღერივ ლელას არიას, ლაღიძის ოპერიდან ლელა, ეთერის არიას, თამარ დედოფლის კავატინას, ეს მეცო-სოპრანოსია, მაგრამ ჯერჯერობით უმკლავდები, აწი არ ვიცი. არსებობს ესპანეთში ასოციაცია, რომელიც ქართულ ტოლულ ბავშვებს პატიჟებს საზაფხულოდ. და როდესაც ერთი პერიოდი ოჯახები აკლდებოდა, თან ვერ შოულობდნენ, რამდენიმე ბავშვი მე ავიყვანე. ზოგი ჩემი მეგობრის იყო, ზოგი სრულიად უცნობი და ერთ-ერთი ბიჭუნა ჩემი შვილობილია დღესაც. მადრიდში არ იყო სათვისტომო. 2007 წელს დიასპორების სამინისტრომ დამპატიჟა როგორც ესპანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი. გავაკეთე სათვისტომო. რას ვაკეთებ შეხვედრებს. ჩამოდიან მომღერლები, ჩვენ მათ ვეპატიჟებით, მათთან ურთიერთობას ჩვენც ვიმდიდდებით და მათაც ვხვდებით. გვიხარია ჩვენი ქართველების წარმატება. მოხდა ისე, რომ ანსამბლი დიოსკურია ჩამოვიდა, 6 საათიანი, 8 საათიანი კონცერტი, აბსოლუტური ანშლაგით, ქართველებით, ესპანელებით. ბოლო კონცერტი დაგვირგვინდა მადრიდის კაზინოში, საკმაოდ პრესტიჟულ დარბაზში. მე რადგან სოხუმიდან ვარ, მე მაინც ჩემი კუთხის წარმოჩენა მინდა. ვუსურვებდი ყველა ახალგაზრდა მომღერალს, აი სულით და გულით, ყველას გაგმართლებოდეთ. რაც მთავარია ოჯახისგან, ახლობლებისაგან მორალური დიდი მხარდაჭერა ქონოდეთ და ბედნიერი კარიერა გაეკეთებინოთ. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.